თავი მეოთხე. აღსდექი და ააშენე. თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავარნი ბრძანებლობენ მათზე და დიდებულნი განაგებენ მათ. ხოლო თქვენ შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს და ვინც თქვენში მოისურვებს პირველობას, თქვენს მონად იქცეს. რადგან ზეკაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს და მრავალთა სახსნელად მისცეს თავისი სული. მათეს სახარების მეოცე თავის 25-დან 28 მუხლის ჩათვლით. ჯანსაღი ქორწინების დასაფუძნებლად მხოლოდ ერთი ეფექტური მეთოდი არსებობს. ბევრი ჩვენგანისათვის ის დაფარულია. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს მეთოდი არც აღგაფრთოვანებთ და არც ადვილია. მიუხედავად ამისა, ეს ერთადერთი გზაა, რომ იქონიოთ სისრულე, მიზანი და სიყვარული, რასაც ყველა ჩვენგანი ისურვებდა ქორწინებაში. მზად ხართ ამ საიდუმლოს მოსასმენად? აი ესეც. ემსახურეთ. საოცნებო ქორწინების აშენების ერთადერთი გზა გახლავთ თქვენი ცხოვრების მიძღვნა თქვენი მეუღლის მსახურებისათვის. გთხოვთ შეეწინააღმდეგეთ სურვილს, რომ ეს წიგნი დახუროთ და მომდევნო თავზე გადახვიდეთ. ჩვენ ვიცით, რომ მსახურების კონცეფცია როგორც წესი დიდ სიხარულს არავის შეიწვევს. იგი უფრო უხალისობას და ზოგჯერ შიშსაც აღზრავს. შეზრწუნება გვიპყრობს, როცა სხვის ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინების, მათთვის უპირატესობის მინიჭების ფიქრი მოგვიცავს. მიუხედავად ამისა, იესო, ღვთისძე და მეფეთა მეფე, მსახურის სახით მოვიდა ჩვენთვის საუკეთესო ძიების გამო. ჩვენი უმაღლესი ინტერესები მისი უდიდესი ზრუნვის საგნად იქცა. ქრისტემ უარი თქვა ძალაუფლებისა და პრივილეგიის ადგილზე, რომ ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული უბსკრული ამოევსო. და ახლა, როცა მან ღმერთთან ჩვენი შერიგების გზა შექმნა, ახარებს ჩვენი ყველაზე იდუმალი ოცნებების, სურვილებისა და სიხარულის აღსრულება ჩვენი გაძლიერების მეშვეობით, რომ არაჩვეულებრივი ცხოვრება განვლოთ და მას დაემსგავსოთ. მართალია იესომ თავისი სიცოცხლე გაწირა, მაგრამ ჩვენ შემოგთავაზა მისი უხოში ცხოვრება. ამ უპრეცედენტო უსაზღვრო მსახურების წესი გახლავთ ის სტანდარტი, რომელმაც ყველა სახის ურთიერთობაში, განსაკუთრებით კი ქორწინებაში უნდა გვიხელმძღვანელოს. ახლა, როდესაც გემბანი გავწმიდეთ, ჩვენი ოცნების ქორწინების აშენების შესაძლებლობა გვეძლევა. თუმცა თქვენი ოჯახური ოცნების ზეთით შთაგონებული ინტერესების გეგმის ხორცშესხმის ერთადერთი გზა გახლავს თქვენი ცხოვრების მასში გაცვლა. სიხარული, სიყვარული და სისრულე, რასაც ქორწინებაში ისურვებდით, მხოლოდ მაშინ მოვა, როცა საკუთარ ინტერესებს მსხვერპლად გაიღებთ მეუღლის გულისთვის. შეგიმჩნევიათ თუ არა, რომ ყველაზე საცუდავი ქრისტიანია, რომელიც საკუთარი თავის გარდა ვერავის ხედავს. ყველაზე უფრო დავრდომილი ის არის, ვისაც არასდროს არავისათვის არაფერი გაუკეთებია. სწორედ ამიტომ ქრისტეში ყოფნა განაპირობებს იესოს მიერი მსახურების სულიერი დნმ-ის ჩართვას ჩვენს ბუნებაში. იესო უდიდესი მსახური გახლავთ. როცა უარს ვამბობთ მასთან გაიგივებაზე, რაც ბევრ სხვა რამესთან ერთად მსახურად ქცევასაც გულისხმობს, მის გარდამქმნელ ძალას უწყდებით. ეს ძალა არსებითია ღვთისმოსაობით ცხოვრებასა და ქორწინების მშენებლობაში. მას მხოლოდ მაშინ შევეხებით, როცა იესოს მსგავსი ცხოვრების წესით ვცხოვრობთ. თუ არ ვემსახურებით, ვერ ავაგებთ სულიერ ქორწინებას. უკანასკნელის ერობისას იესო უახლოეს მეგობრებს უთხრა, რომ მისი სიკვდილი გარდაუვალი იყო და მალე გასცემდნენ. როგორ უპასუხეს მათ? თავდაპირველად სასწრაფოდ უარყვეს მისი გაცემის რაიმე შესაძლებლობა. შემდეგ ისევე სწრაფად წამოიწყეს კამათი თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი. რა უგუნურებაა? იესო მათ მოახლოებული სიკვდილის დეტალებს აცნობს, უახლოეს მეგობრებს კი ამ დროს საკუთარი სიდიადის საკითხის გარკვევა უფრო აღელვებთ. ნახეთ, როგორ უპასუხა უფალმა მათ წინ დაუხედაობას. თქვენ შორის უფროსი უმცროსივით იყოს, ხოლო ვინც უფროსობს, მსახურივით. ვინაიდან ვინ არის უფრო დიდი, მეინახე თუ მსახური? განამეინახი არა? მე კი თქვენ შორის ვარ როგორც მსახური. ლუკას 22 თავის 26-27 მუხლები. იესოს სიტყვები ალბათ ისეთივე გამომაფხიზლებელი იყო მათთვის, როგორც სახეში მოხვედრილი ბურთი. ნათელი მოეფინა მოწაფეების ნამდვილ ზრახვას, რომ ყოფილიყვნენ უდიდესი. იესომ განუმარტა მათ, რომ უფროსობა მსახურებაში აღმატებას ნიშნავდა. მაგრამ უფალი ამ ძნელად მოსასმენი სიტყვებით არ დაკმაყოფილდა. მან ისეთი რამ გააკეთა, რომ მოწაფეები კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და დაიბნენ. წერილი ამბობს: იესომ იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელთ, რომ ღვთიდან გამოვიდა და ღმერთთან მიდის, წამოდგა სერობიდან. გაიძროზე და სამოსელი აიღო ტილო და წელზე შემოირტყა. მერე ჩაასხა წყალი საბანელში და დაიწყო მოწაფეების ფერხთბანა და იმ ტილოთი შემშრალება წელზე რომ ერტყა. იოანეს სახარების მე-13 თავი, მე-3-დან მე-5 მუხლის ჩათვლით. საოცარია, რატომ დაბანა იესომ მოწაფეებს ფეხები? პასუხი ცხადი ხდება შემდეგ სიტყვებზე ყურადღების გამახვილებიდან. იცოდა რა? იესოს მოცემული ჰქონდა ძალაუფლება ყოველივეზე. მან ეს კარგად იცოდა, ამიტომ თავი დაიმდაბლა და ყველაზე დაბალი დონის მსახურის პასუხისმგებლობის შესრულებას შეუდგა. იესოს სრულ თავმდაბლობა არ აწუხებდა.
მას ცხადად ჰქონდა გაცნობიერებული საკუთარი ძალაუფლების პოზიცია. თუმცა საკუთარი მდგომარეობა სიამაყით აღსების ან მეტისმეტად დიდი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ნაცვლად მსახურების წარმოუდგენელი ქმედების საფუძვლად აქცია. პირველ საუკუნეში ქუჩები დაგებული არ იყო და იმ დროს ვერც დიდ სავაჭრო ცენტრებს ნახავდით, სადაც მოგზაურები ნაიკის ფორმის სპორტულ ფეხსაცმელს შეიძენდნენ. ხალხი სანდლებით ან საერთოდ ფეხში შველა დადიოდა და ამრიგად ფეხებზე ადვილად ეკრობოდა ჭუჭყი და ცხოველთა ექსკრემენტები. ალბათ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთ გარემოში ადამიანის ფეხები თანამედროვე მსოფლიოსათვის წარმოუდგენელი სიბინძურის მდგომარეობამდე მიდიოდა. ჭუჭყის სიუხვის გამო მსახურებს ან მონებს მათი ბატონების ან სტუმრების ფეხების სისუფთავეზე ზრუნვა ევალებოდათ. მდიდრულ სახლებში მრავალი შესასრულებელი ვალდებულება არსებობდა. თავლები მისახედი იყო, საკვები მოსამზადებელი, ოთახები დასალაგებელი. ფეხების დაბანის სამუშაო კი ყველაზე დაბალი საფეხურის მსახურს ევალებოდა. ზოგიერთ წრეში საქმე კიდევ უფრო შორს მიდიოდა და ეს საზღვარი დავალება მონა ქალების ხვედრი ხდებოდა. მხოლოდ ისინი ითვლებოდნენ საკმარისად უღირსად, რომ ამგვარი დამამცირებელი და საძაგელი საქმე ეკეთებინათ. იესომ სწორედ ეს უმდაბლესი მსახურების ჩატარება მოინდომა. რატომ? მას სურდა მოწაფეების შემეცნებამდე მიეტანა მსახურების მისეული გაკვეთილის დიდი მნიშვნელოვნება. მან მოძღვრის სტატუსის მაუწყებელი მოსასხამიც კი გაიხადა და წელზე პირსახოცი შემოიხვია, როგორც ამას მონები აკეთებდნენ. მხედველობაში იქონიეთ, რომ იესომ ეს ყველაფერი იმ ადამიანებისთვის მოიმოქმედა, რომლებიც მალე მას უარყოფდნენ, გასცემდნენ და მიატოვებდნენ. ფერხნი რომ დაბანა მათ და თავისი სამოსელი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: "იცით რა გიყავით? თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს და სწორად ამბობთ, რადგან ვარ. ამიტომ თუ კი მე უფალმა და მოძღვარმა დაგბანეთ ფერხნი, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფერხნი. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგეკეცით, თქვენც ისე მოიქცეთ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მონა არაა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული არ არის მომავლინებელზე დიდი. რა კი ეს იცით, ნეტარი ხართ თუ ამას აღასრულებთ." ივანეს სახარების მე-13 თავის მე-12 მე-17 მუხლები. მოწაფეების ფერხდვანის შემდეგ იესომ მოსასხამი შემოიცვა და კვლავ განაგრძო მოძღვრის მოვალეობის შესრულება. მან დამასრულებელი შტრიხები შემატა გაკვეთილს, რომელსაც მისი მოწაფეები ვერასოდეს დაივიწყებდნენ. ეს სამარადისო მზასაკვები 4 პუნქტისაგან შედგება. პირველი: მე ვარ თქვენი უდიდესი მაგალითი როგორც უფალი და მოძღვარი. მეორე: ეს თამდაბლური საქმე ჩემი ნებით აღვასრულე, ამიტომ ნუ წარმოიდგენთ, რომ ეს ან ნებისმიერი სხვა მსახურება გვერდს აგევლით. მესამე: მე თქვენი ბატონი ვარ, თქვენზე დიდი, მაგრამ მაინც შევასრულე მონის მსახურება. მეოთხე: ვაკურთხებ მათ, ვიც თამდაბალი მსახურის წინამძღოლის ნიმუშს მიმართავს, რომელიც მე ვაჩვენე. იესომ თქვა, რომ ნეტარი ვიქნებით თუ მის მაგალითს მივბაძავთ. ეს ნიშნავს, რომ ნეტარება ჩვენს ქორწინებაზეც მოდის, როცა მის მსგავსად ვემსახურებით ჩვენს მეუღლეებს. სულაც არ მოგიწოდებთ, რომ იესოს მიბაძოთ და ყოველ საღამოდ ჩაატაროთ ფეხბანის რიტუალი. აქ მთავარი იყო მისეული მსახურების ნიმუშის დანერგვა ჩვენს ცხოვრებაში. ოჯახში იესოს საუკეთესოდ ვბაძავთ, როცა ჩვენს ფუნქციებს მსახურების საფუძვლად ვიყენებთ. პავლე წერდა: არაფერი გააკეთოთ ჯიბრით, არამედ თამდაბლობით, საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი. თქვენშიაც იმ საფიქრალზე იფიქრეთ, რაც ქრისტე იესოშია. ფილიპელთა მეორე თავის მე-3 მუხლი. რა იყო ქრისტეს საფიქრალი? მან მსახურება არჩია, რაც ხვის ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებდა. მან ეს საქმე მწვერვალზე აიყვანა, როცა მისთვის საყვარელი ადამიანებისათვის მოკვდა. უმეტეს ჩვენგანს არ მოუწევს ამგვარი მსხვერპლის გაღება მეუღლის გამო, მაგრამ მოწოდებულები ვართ, რომ მათი გულისათვის უარი ვთქვათ ჩვენს ეგოისტურ დამოკიდებულებაზე. თუ მსახურება ასე დიდი რამ არის და თუ ის ღვთიურ კურთხევას იზიდავს, რატომ არ ეთვალისწინებს ამას ადამიანთა უფრო მეტი ნაწილი? პრობლემა ჩვენს დაცემულ ადამიანურ ბუნებაშია, რომელიც გამუდმებით იბრძვის ღვთის სულის გზების წინააღმდეგ და მოგვიწოდებს, რომ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება ვაქციოთ ჩვენს მთავარ მიზნად. ჩვენი ხორცი მოითხოვს, რომ ვცნოთ მისი სურვილები და დავაკმაყოფილოთ მისი გულის თქმანი. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად გამოვკვებავთ ხორცს, მას სულ უფრო და უფრო მეტი უნდა. ცოდვილი ბუნება გამუდმებით ახალისებს მეთავისობას და უკმაყოფილებას, როცა ღვთის სული წმინდა გვაძლიერებს უანგარობაში და მარადიულ სისრულეს გვთავაზობს. ყოველთვის არჩევნის წინაშე ვდგავართ. მართული ვართ ღვთის სულით ან ჩვენი ხორციელი ბუნების გაუმაძღრობით. ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი ხორცის საწინააღმდეგო. ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ. გალატელთა მიმართ წერილის მე-5 თავის მე-17 მუხლი. იესომ ცოდვილი ბუნებისგან გაგვათავისუფლა, რომ ჩვენი სიცოცხლის უსასყიდლოდ გაღება შეგვძლებოდა. გადარჩენამ არ გაგვათავისუფლა უფრო მეტის მისაღებად. მან გაგვათავისუფლა ბევრის გასაღებად. თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, წერდა პავლე. ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. გალატელთა 5:13. თავისუფლება მოგვეცა იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება მსხვერპლად გაგვეღო. თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობთ, მაშინ ქრისტეში ჩვენს თავისუფლებას ამაოდ ფლანგავთ და საკუთარ თავს მეტისმეტი ეგოიზმისა და ცოდვის დაქვემდებარებაში ვაგდებთ, რომლისაგანაც ქრისტემ ჯვარცმით გაგვათავისუფლა.
სხვების, განსაკუთრებით კი მეუღლეების მომსახურებაში ცხოვრებას თუ ვისწავლით, წილი გვექნება უხს სიცოცხლეში, რომელიც ქრისტემ შესაძლებელი გახადა. როცა ადამიანებს ეგრეთ წოდებული ქორწინების მონაკვეთი მოჰყავთ ეფესელთა მიმართ წერილის მეხუთე თავიდან, ციტირებას როგორც წესი 22 მუხლიდან იწყებენ, სადაც ლაპარაკია ცოლების მორჩილებაზე. თუმცა პავლეს შეგონება სინამდვილეში ამ თავის წინა მონაკვეთიდან იწყება. სრულიად რომ ჩავწვდეთ ქრისტესა და ეკლესიას შორის ურთიერთობის ქორწინებით გამოხატულ სახეს, ტექსტს მე-18 მუხლიდან გადავხედოთ. დაწერილია: აღივსეთ სულით. ეფესელთა მეხუთე თავის მე-18 მუხლი. ბერძნულ დედანში გამოყენებული სიტყვა აღვსება აღწერს სულიწმიდით გაჯერების მუდმივად განგრძობად პროცესს. ერთჯერადი აღვსება საკმარისი არ არის. როცა მუდმივად არ ვივსებით და არ ვართ სულით აღძროლნი, მეუღლეებისაგან ველოდებით ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილებას, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეუძლია. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად მოწიფულია თქვენი მეუღლე, იგი ღმერთს ვერ ჩაანაცვლებს. თუ ველოდებით, რომ მეუღლე მიზანსა და მნიშვნელობას შეძენს თქვენს ცხოვრებას, რისი შემოთავაზებაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია, მაშინ იმედგაცრუებული და გაღიზიანებული დარჩებით და ვერ შეძლებთ ღვთის სიყვარულის გამოვლენას. ჩვენი ქორწინება მხოლოდ მაშინ წარმოაჩენს ქრისტეს, როცა მისი წმინდა სული მთელი გულით არის მიღებული ჩვენს ცხოვრებაში. ქრისტე ჩვენი გადარჩენის ქვაკუთხედია, მაგრამ სული წმინდა მისეული გარდაქმნის შუამავალია. როცა მას საშუალებას ვაძლევთ, რომ განუწყვეტლივ აავსოს ჩვენი ცხოვრება, გონების განახლება და ჩვენი საქციელის გარდაქმნა იწყება. ღმერთი ამბობს: მიტოვებული გაქვთ წინანდელი ცხოვრება ძველი კაცისა და განახლებური ხართ თქვენი გონების სულით და შეგიმოსავთ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმინდით. ეფესელთა მიმართ წერილის მე-4 თავის 22-დან 24 მუხლის ჩათვლით. ქრისტეს სიყვარული და მსახურება მისი სულის გარეშე იგივეა, რაც შლანგით წყლის მიღების მოლოდინი, რომელიც ონკანთან შეერთებული არ არის. შლანგში წყალი თავისთავად არ მოედინება, იგი უბრალოდ გამტარი არხია. ანალოგიურად, როცა სულიწმიდის ძალით ვიმოსებით, შეგვიძლია ჩვენი მეუღლის სიყვარული და მომსახურება ისე, როგორც ღვთისთვის მოსაწონი იქნება. ნებისყოფას და საქციელის შეცვლასაც თავისი ადგილი უჭირავს, მაგრამ საბოლოოდ ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი გონების განახლებას ან ჩვენი ხორცის გულისთქმების ძლევას. მხოლოდ სულიწმინდის პიროვნებისა და ძალის მიღებით შევძლებთ მისი ცხოვრების გარდამქმნელი ზეგავლენის ხილვას ჩვენ ცხოვრებაში და ჩვენი ცხოვრების მეშვეობით, რომელიც თავს ავლენს ქრისტეს მიერი დამოკიდებულებისა და ქმედებების სახით ჩვენი მეუღლეების მიმართ. საქციელის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა ღვთის სულის ჩარევის გარეშე იმედგაცრუებით და ცდუნებით მთავრდება. არაერთი შეტყობინება მიგვიღია მამაკაცისა და ქალებისაგან, რომელთა ქორწინებები მანიპულაციისა და ბატონობის გამო დაინგრა. ბევრ შემთხვევაში ეს პიროვნებები კარგად იყვნენ განსწავლული წერილებში, მაგრამ აკლდათ სულიწმინდის სიყვარული და მადლი. შედეგად სიტყვა, რომელსაც ისინი უნდა გაეთავისუფლებინათ და ძალით შეემოსა, გამოყენებული იქნა შესაზღუდად, დასამარხად და შესარცხვენად. ასეთი ბოროტება იქ წამოყოფს თავს, სადაც კი ეგოიზმი იმალება. ეგოიზმი აყვავდება, როცა ღვთის სულიწმინდას ჩვენში მუშაობის საშუალებას არ ვაძლევთ და ამით უარყოფთ მომსახურებას, როგორც ჩვენს უმთავრეს როლს ოჯახში. ამ თავის დარჩენილ ნაწილში გამოვიკვლევთ თუ რას ნიშნავს მსახურება ქორწინების ფარგლებში. ჩვენი მიზანია ბიბლიური სტრუქტურის შემოთავაზება, თუ როგორ შევძლებთ ქორწინების მართვას და შენებას მსახურების მეშვეობით. გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ამ თავს თქვენი მეუღლის წარსული თუ ახლანდელი ქცევის მსჯავრ დასადებად. ამის ნაცვლად ეს სტრუქტურა წინსვლისათვის გამოიყენეთ. ვაცნობიერებთ, რომ ამ კონცეფციას იმ პირობით ვაყალიბებთ, რომ ორივე მეუღლე პატივს მიაგებს ღვთის გეგმას ქორწინებაში მათი ფუნქციების გათვალისწინებით. ვიცით, რომ ყოველთვის ასე არ ხდება. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ვითარება, გახსოვდეთ, რომ მეუღლეს ვერ შეცვლით. თუ ამას შეეცდებით, ღმერთს წინ გადაეღობებით. გახსენით გული ღვთისწმინდა სულის მუშაობისათვის და მიეცით მას სივრცე, რომ თქვენს მეუღლეში გააკეთოს ის, რაც მხოლოდ მას შეუძლია. ქორწინებაში ჩვენი მსახურების ფუნქციების გასააზრებლად საჭიროა ედემის ბაღს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი. დაწერილია: შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. დაბადების პირველი თავის 27 მუხლი. როგორც მამაკაცი, ისე ქალი ღვთის ბუნების მატარებლები არიან. კაცი და ქალი ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ ისინი თანაბრად მნიშვნელოვანი არიან დედამიწაზე ღვთის ბუნების წარმოჩენის საქმეში. ცოლი და ქმარი გახლავთ ფუნქციები. ესენია უნიკალური მოვლენები და ბიბლია განსაკუთრებულ ინფორმაციას გვაწვდის, თუ რა იგულისხმება მათში. ეს არ გახლავთ ჩვენი პიროვნული იგივეობა. ჩვენი იგივეობა ღვთის თავდაპირველ ჩანაფიქრს უკავშირდება. ჩვენ ღვთის მსგავსების მატარებლად შექმნეს დედამიწაზე. ცოდვით დაცემამ ეს მიზანი დაამახინჯა, მაგრამ ქრისტეს მსხვერპლშეწირვამ აღადგინა. ჩვენი გადარჩენა ქრისტეში უპირველეს ყოვლისა პიროვნულობის ცვლილებაში გამოვლინდება. არავითარი ფუნქცია, როგორიცაა ქმარი, ცოლი, პროფესიონალი, მსახური, მშობელი, მეგობარი, არ გახლავთ კოზირი თქვენი იგივეობისათვის. ფუნქციის ცვლილება, მაგალითად მარტოხელობიდან დაოჯახებამდე, არ ნიშნავს იგივეობის ცვლილებას. როგორც მამაკაცი, ისევე ქალი ქორწინების შემდეგაც ისევე ფასეული არიან ღვთის თვალში, როგორც ქორწინებამდე იყვნენ.
სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი ქალები, თვლიან, რომ მათი ფასეულობა გათხოვების შემდეგ იცვლება. ქალებს ეშინიათ, რომ ქმრებისათვის პატივის მიგებით ისინი მეორეხარისხოვანი გახდებიან მნიშვნელობით ან ოჯახში წვლილით. ამ სცენარის მიხედვით სიყვარულისა და მომსახურების საქმეების ნაცვლად, ქალი თანდათან მცირდება იძულებით შრომაში, სანამ მთლიანად არ გაუჩინარდება. თავიდან ეს ისე ჩანს, თითქოს ამ წყობით ქმარი მხოლოდ იგებს, მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში ორივე მეუღლე აგებს, როცა ეგოიზმი ცხოვრების წესად იქცევა. ქმარი, რომელიც თავის ცოლს თანასწორ პარტნიორად არ განიხილავს, არა მარტო კარგავს ძალიან ახლო მოკავშირეს, არამედ საკუთარ თავსაც ართმევს ზრდის უდიდეს შესაძლებლობას. კაცები უფრო მეტად ემსგავსებიან ქრისტეს, როცა ისინი მეუღლეებს ემსახურებიან ისე, როგორც ქრისტე ემსახურებოდა ეკლესიას. გახსოვდეთ, ქრისტემ თავობის ნიმუში მოგცა იმ ადამიანების მომსახურებით, რომლებსაც იგი წინამძღოლობს და უყვარს. სიყვარული და პატივისცემა ორივე მეუღლისათვის მნიშვნელოვანია. ორივე წარმოადგენს საძირკველს და ორივე მსახურია. ქორწინებისადმი ამგვარი მიდგომა მამაკაცსა და ქალს ბატონობის ძალას აღუდგენს, რაც ძლიერებისა და ავტორიტეტის ღვთიური ნიჭია. ეს ჩვენ შექმნიდანვე მოგვეცა. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა მათ: ინაყოფიერეთ და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას და ბატონობდეთ ზღვის თევზებზე და ციურ ფრინველებზე და ყოველ ცხოველზე, რომელიც კი მიწაზე დაცოცავს. დაიხილა ღმერთმა ყოველივე რაც შექმნა და აჰა, ყოველივე კარგი იყო. დაბადების პირველი თავის 28-31 მუხლები. თავდაპირველად მამაკაცი და ქალი ერთმანეთს არ მტრობდნენ. ისინი ახლო მეგობრები და თანამშრომლები იყვნენ. ორ სხვადასხვა ადამიანს ერთი გული აერთიანებდა. მათ მიენდო დედამიწის აღსება და დაუფლების საქმე. ღმერთმა საკუთრივ მისცა მათ დავალება, რომლის დეტალებიც თავად უნდა განესაზღვრათ. მან ადამიანებს ბატონობა მიანიჭა. ბატონობა მმართველობასთან, ძალაუფლებასა და კონტროლთან ასოცირდება. იგი აღწერს გავლენის სფეროს და ძალაუფლების ფლობას გულისხმობს. როგორც უკანასკნელი სერობის ამბიდან გავიგეთ, ყოველგვარი ძალაუფლება, იქნება ეს მამაკაცისა თუ ქალისადმი გადაცემული, სხვათა მომსახურებას გულისხმობს მათივე სიკეთისა და ზრდისათვის. სქესთა შორის დაპირისპირება ცოდვით დაცემის შემდეგ დაიწყო. ღმერთსა და მის ქმნილებებს შორის ყოვლის მომცველი უბსკრული წარმოიშვა. ბატონობამ სახე იცვალა და მის ნაცვლად ძალადობრივი მმართველობა და манипуляცია მივიღეთ. ღვთისბოძებული ძლიერების ამგვარი დამახინჯება გამუდმებით ებრძვის მშვენიერი ერთობის ღვთიურ ჩანაფიქრს. ქორწინება გამრავლების ნაცვლად დაყოფისი არაღად იქცა. ქორწინების დანიშნულება არასოდეს ყოფილა ძალაუფლებისათვის ბრძოლა. იგი ერთობლივი მმართველობისათვის შეიქმნა. ქორწინება ორი ძალზე განსხვავებული პოზიციისა და ძლიერების მქონე ადამიანის გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც შემდეგ ამ განსხვავებებს გამრავლების შესაძლებლობის შესაქმნელად იყენებს. ეს ყველაფერი კი ღვთიური გეგმის ნაწილია იმის შესარიგებლად, რაც თითქოს შერიგებას არ ექვემდებარება. იესომ თქვა: "ძე კაცისა მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად." ლუკას 19:9 მუხლი. ხშირად ამ მუხლს ადამიანებთან სახარების მიტანის მნიშვნელობით იყენებენ, თუმცა მასში ასახულია გაცილებით მეტი. იესო არ მოსულა მხოლოდ დაკარგულის გადასარჩენად, იგი მოვიდა იმის სახსნელად, რაც დაკარგული იყო. დაცემის შემდეგ ჩვენ დავკარგეთ ღმერთთან მოზიარეობა. ასევე დავკარგეთ ერთმანეთთან ერთობა. ამაში იგულისხმება ძმისა და ძმის, დისა და დის, მშობლისა და შვილის და ცოლ-ქმრის ურთიერთობა. ჩვენ ასევე დავკარგეთ დანარჩენ ქმნილებასთან ურთიერთობის სილამაზე. ამიტომ იესოსეული გადარჩენის საქმე გაცილებით მეტია, ვიდრე გადარჩენა ზეცაში მიღწევამდე. ეს გახლავთ სიუხვე და ყველაფრის უკან დაბრუნება ახლა. ჯვარცმამ ურთიერთობა და აღდგენის პოტენციალი მოიტანა იქ, სადაც დავზარალდით. ეს ნიშნავს, რომ ქორწინების განკურნებას ახლა უნდა ველოდოთ. მამაკაცი და ქალი კიდევ შეძლებენ გაერთიანებას. როცა გულით და მიზნით ვერთიანდებით, მრავლდებით, ღმერთი ამბობს, რომ სადაც ერთობაა, იქ ის კურთხევას ბრძანებს. იხილეთ ფსალმუნი 132. ჩვენი სულების მტერს არ სურს, რომ ღვთის კურთხევით გავიხაროთ და არც ჩვენი გამრავლების სურვილი კლავს. ამრიგად იგი ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ერთობის დასანგრევად, რისი ძალად შესწევს. ძალაუფლების მოპოვების საცდურის წინააღმდეგ ბრძოლით და ბატონობის ჭეშმარიტი ბუნების მიღებით ღმერთთან თანამშრომლობთ, რომ დედამიწაზე მისი ნების აღსრულება ვიხილოთ. ახლა მამაკაცსა და ქალის განსხვავებული ფუნქციების მიზანმიმართულ მსჯელობაზე გადავალთ, თუ როგორ შეძლებენ ისინი ქორწინებაში მსახურებას. იდენტობაზე, ფასეულობასა და ბატონობაზე ღვთიური თვალთახედვის გაგების გარეშე ადამიანი ადვილად ცდება და ფიქრობს, რომ ღვთის მიერ განსაზღვრული ფუნქციები ერთ მეუღლეს მეორეზე უპირატესობის უფლებას აძლევს. ჩვენ შევისწავლეთ ღვთის მითითება პირველ ქორწინებაზე და დავადგინეთ განსხვავება პიროვნულ იდენტობასა და ფუნქციებს შორის. დარწმუნებული ვართ, რომ კარგად გააცნობიერებთ თუ რა საინტერესო, წონადი და ფასეული ფუნქციები აქვს ორივე მეუღლეს. თქვენს ქმრებო, გონივრულად მოეპყარეთ ცოლებს, როგორც უუძლურეს ჭურჭელს. პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ. პეტრეს პირველი წერილის 3 თავის 7 მუხლი. პატივისცემა ორმხრივი უნდა იყოს.
ბიბლია ნათლად აცხადებს, რომ ორივე მეუღლე ვალდებულია პატივისცეს ერთმანეთს. ცოლების როლზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ, ახლა კი ყურადღება მამაკაცის როლზე გავამახვილოთ. ქმარო, თქვენი ცოლი თქვენზე დაბლა მდგომი არ არის. იგი თქვენი თანამემკვიდრეა ქრისტეში და მას პატივი უნდა მიაგოთ როგორც ასეც. როცა პეტრემ თქვა, რომ იგი თქვენზე სუსტია, მის ფიზიკურ ძალას გულისხმობდა და არა შინაგანი აღთქმის, გარჩევის ან სულიერი ძალის პოტენციალს. თქვენი ცოლის ფიზიკური სისუსტე ნაკლებად ფასეულს არ ხდის მას. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მას თქვენსავით არ შეუძლია წოლითი აზიდვების გაკეთება. პეტრეს განმარტება ფაქტზე დაკვირვებას ნიშნავს და არა ქალის ღირსების განსაზღვრას. ეს მნიშვნელოვანი პუნქტია, რადგან მსახურებას ვითხოვთ იმათგან, ვისაც პატივის ღირსად არ მივიჩნევთ. სანამ ჩვენ სიცოცხლეს დავდებდეთ ჩვენი ცოლებისათვის, მათი ზებუნებრივი ფასეულობა უნდა ვცნოთ. ამაზე პირდაპირ ვლაპარაკობთ, თუმცა სულაც არ მიგვაჩნია, რომ თქვენ თქვენს ცოლს ამცირებთ ან უგულვებელყოფთ. უბრალოდ არ გვინდა, რომ რაიმე საკითხი გაურკვეველი დარჩეს. მამაკაცის და ქალის ღვთის ხატად არიან შექმნილნი. ამრიგად, ჩვენი ზეციური მამის გამოხატულება შეურაცხყოფილია დედამიწაზე, როცა მამაკაცები პატივს არ მიაგებენ, არ აფასებენ და არ იცავენ ქალებს. თავდაპირველად ღმერთმა თქვა, რომ არ იყო კარგი კაცის მარტოყოფნა. იხილეთ დაბადების მეორე თავის მე-18 მუხლი. ღვთის პასუხი ამ პირველ პრობლემაზე, რაც იყო მამაკაცის მარტოობა, გახლდათ ევას შექმნა. ქალები არიან ღვთის პასუხი და არა მეორადი ქმნილებები. თქვენ როგორც ღვთის მამაკაც ღმერთმა ცოლის სიყვარულის, მხარდაჭერის, მასში ინვესტირების და მისი მომსახურების შესაძლებლობა მოგცათ, რაც გახლავთ ღვთის გულის გაბედული გაცხადება გზააბნეული ქვეყნიერებისათვის. პეტრი ასევე წერდა, რომ მამაკაცები ქალებს გაგებით უნდა მოქცეოდნენ. ყველა მამაკაცი განსხვავებულია, ყველა ქალი განსხვავებულია და მამაკაცები ქალებისაგან ძალიან განსხვავდებიან. მე ვერ შეურაცხყოფ ლიზას მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ჩემგან განსხვავებულია. ამის ნაცვლად ვზეიმობ, რომ იგი მყავს და ვცდილობ გავაცნობიერო, რა ქმნის მას ასე განსხვავებულს. ჩემი ცხოვრება უკიდურესად მონოტონური და მოსაბეზრებელი იქნებოდა, მე და ლიზა ზუსტად ერთნაირები რომ ყოფილიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის არსებული განსხვავება ზოგჯერ პრობლემებს წარმოქმნის, იმის შესაძლებლობასაც გვაძლევს, რომ ორივე ჩვენგანი სუსტი მხარეები გამოვლინდეს, შევეჭიდოთ მათ და გავაძლიეროთ. მე მჭირდება, რომ ლიზა ჩემგან განსხვავებული იყოს. პატევს მივაგებ მას და სარგებელს ვიღებთ ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის იმ დიდი ცოდნის ძიებით, თუ რით არის გამოწვეული მისი ქცევა. და ბოლოს, ყურადღება მიაქციეთ, რომ 1 პეტრეს 3:7-ის თანახმად ცოლების უპატივცემულობა ჩვენს ლოცვებს აბრკოლებს. ქალების კეთილდღეობა იმდენად მნიშვნელოვანია ღმერთისათვის, რომ მან ჩვენი ლოცვითი ცხოვრების საფუძვლიან ფაქტორად ცოლების პატივისცემა და გაგება გახადა. ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი. ეფესელთა მიმართ წერილის მე-5 თავის 23 მუხლი. ეს მუხლი არ ლაპარაკობს ვინმეს უპირატესობაზე ან დამდაბლებაზე. იგი ქრისტესა და მისი საპატარძლოს სურათს აღწერს, რადგან ქორწინება სწორედ მისი სიმბოლოა. იმის გამო, რომ ქმრები ქრისტეს უტოლდებიან ამ ორგანულ ანალოგში, ისინი ოჯახური ერთობის წამყვანად მოიაზრებიან. მათ წინამძღოლობის საოცარი პასუხისმგებლობა აკისრიათ ქრისტეს მიერი მსახურების მეშვეობით, რომ ურწმუნო ქვეყნიერებამ იესოს ბუნების მოწმობა მიიღოს. როცა ვხედავთ თუ რა ძლიერ უყვარს იესოს ეკლესია, ერთი წამითაც ვერ ვუშვებთ, რომ მის საპატარძლოსთან შედარებით იესომ ცოლების დამცირება ან გარიყვა განიზრახა. ქმარს ოჯახის თავის ძალაუფლება იმისათვის კი არ მიაცა, რომ ცოლის ნებისმიერი ნათქვამის შემდეგ საკუთარი უპირატესობა ამტკიცოს. პირიქით, გამჭრიახ ქმარს არ სურს ცოლის წვლილის უგულებელყოფა. იგი აცნობიერებს, რომ ქალის როლი არსებითია გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩვენი ქორწინების პირველ ხანებში მე დღეში საათნახევრის განმავლობაში ვლოცულობდი. მეჩვენებოდა, რომ ლიზა, რომელიც მთელი დღე მუშაობდა, მოკლე ლოცვას უწარმოთქვამდა ხოლმე საშხაპეში ან მანქანისტარებისას. როცა ერთ გადაწყვეტილებაში ვერ შევთანხმდით, შეცდომა დაუშვი და ვივარაუდე, რომ მე უფრო მეტ დროს ვატარებდი ლოცვაში და ამიტომ ჩემი როგორც ოჯახის თავის ძალაუფლების გამოყენება შემეძლო საკუთარი მოსაზრების გასატანად. უმეტესწილად უთანხმოებას ამ გზით წყვეტდი, მაგრამ მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ლიზას მოსაზრებები სწორი იყო. გულახდილად რომ გითხრათ, უკმაყოფილო დავრჩი. რატომ იყო ლიზა შინაგანი აღქმა სწორი ვფიქრობდი მე, როცა მე უფრო მეტ დროს ვატარებ ლოცვაში. ამრიგად ერთ დღეს ლოცვა დავიწყე. ღმერთო, ყოველდილით საათნახევარი ვლოცულობ. ლიზა ალბათ 10 წუთს თუ ილოცებს საშხაპეში. მიუხედავად ამისა, ჩვენი უთანხმოებების ნახევარზე მეტ შემთხვევაში ლიზა არის მართალი. უფალმა ასე მითხრა: წრე შემოხაზე. ფურცელი ვიპოვე და წრე შემოვხაზე. იქსები ჩაწერე მთელს წრეში, მიმითითა ღმერთმა. როცა წრე იქსებით გაივსო, მან მითხრა: ახლა ზუსტად შუაში გაავლე ხაზი. შენიშნე, თქვა უფალმა, იქსების ნახევარი ხაზის ერთ მხარეს არის, ხოლო მეორე ხაზი მეორე მხარეს. ჯონ, დაქორწინებამდე სრული იყავი, როგორც ეს შევსებული წრე, მაგრამ ლიზა რომ მოიყვანე, ერთი ხორცი გახდი მასთან. ახლა ეს წრე ორივე თქვენგანს წარმოადგენს. შენ ხარ ერთი ნახევარი, ხოლო ლიზა არის მეორე ნახევარი. იცი რა არის ეს იქსები, განაგრძო ღმერთმა? ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩემგან გჭირდება გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შენი ყველა გადაწყვეტილება ინფორმაციის ნახევარს ეფუძნება. უნდა ისწავლო, როგორ მიიღო ცოლისაგან ის, რაც მას ვაჩვენე, რომ შენ, როგორც ოჯახის თავმა, გამოიტანო სწორი გადაწყვეტილება სრული ინფორმაციის საფუძველზე. ამ გამოცხადებამ რევოლუცია მოახდინა ჩემს თვალთახედვაში თუ რას ნიშნავს ჩემთვის ოჯახის თაობა ქორწინებაში. უკვე აღარ ვცდილობ ჩემი ფუნქციით ბოროტად ვისარგებლო და გვერდი ავუარო ლიზას რჩევას. მე სიამოვნებას ვიღებ იმით, რასაც ღმერთი მისი მეშვეობით მეუბნება და ვხარობ გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღების პროცესით. ისევ ვიმეორებთ, რომ კაცის როლი ბატონობით არ განისაზღვრება. ბატონობა წინამძღოლობისაგან განსხვავდება. წინამძღოლობა მოიცავს არჩევნის მინიჭების ღირსებას, ხოლო ბატონობა ამ უფლებას არ იძლევა. მამაკაცისათვის საკუთარი სახლის ღვთისმოსავ წინამძღოლად გახდომის გასაღებია ძალაუფლების პოზიციის მნიშვნელობის გაგება. გაიხსენეთ იესოს სიტყვები: თქვენ კი ასე როდი ხართ, თქვენ შორის უფროსი უმცროსივით იყოს, ხოლო ვინც უფროსობს, მსახურივით. ქმარი როგორც ამ ერთობის თავი წამყვანი მსახური უნდა იყოს. მამაკაცი არ გახლავთ ბოსი, რომ ქალი მას ემსახურებოდეს. ქმარი არის წინამძღოლი, რომელიც ქალთან ერთად შრომობს. ფაქტობრივად თუ ის ბრძენია, ქალს არაერთხელ გაუმეორებს, რომ მის გარეშე ვერაფერს მოახერხებდა. მე მომწონს, როცა ქმარი მეუბნება, რომ ვჭირდები. ეს თავს მისთანასწორად მაგრძნობინებს და ძალას მმატებს, რომ შევავსო მისი ნაკლოვანება. და თუ არ ვიცი როგორ ვიყო ასეთი ქალი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს გამოვარკვიო. მე ვიფურჩქნები, როცა მისთვის მნიშვნელოვანი ვარ. ქმარო, ცოლის მომსახურება არ ნიშნავს, რომ ყველაფერს აძლევ, რაც მას სურს. ეს არის მისთვის ცხოვრების მიძღვნა და გადაწყვეტილებების მიღება ისე, რომ საუკეთესო გაითვალისწინო მისთვის. ჩვენს მეუღლეებს ისე უნდა მიუძღოდეთ, როგორც იესო ხელმძღვანელობს. ბევრი რამ არის, რასაც იესო ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით აკეთებს, თუმცა ზოგჯერ ეს არ გვახარებს. აუცილებლად გექნებათ შემთხვევები, როცა თქვენი ცოლის კეთილდღეობისათვის ზრუნვა მის სურვილებთან წინააღმდეგობაში მოვა. იესოს მაგალითისამებრ ვიცით, რომ საუკეთესო არჩევანი უნდა გავაკეთოთ და არა ის, რაც ყველაზე მოსახერხებელია. თუმცა ცოლისათვის საუკეთესოს განსაზღვრის წინაპირობა გახლავთ მისი სიყვარული და პატივისცემა ისე, როგორც ქრისტეს უყვარს და პატივს მიაგებს თავის ეკლესიას. ფეხების დაბანის შემდეგ იესომ ნათლად დაანახა მოწაფეებს, რომ კვლავ მათი უფალი იყო. მას არასოდეს უთქვამს უარი ძალაუფლების პოზიციაზე, მაგრამ საფუძვლიანად შეცვალა ძალაუფლების ქონის მიზანი. როგორც მან წარმოაჩინა ძალაუფლება იმისათვის მოგვეცა, რომ ერთმანეთს ვემსახუროთ. კაცებო, ოჯახის თავების ძალაუფლება ისეთი გარემო შესაქმნელად უნდა გამოვიყენოთ, რომელიც საუკეთესო სამსახურს გაუწევს ჩვენს მეუღლეებს. ვინაიდან ჩვენ ერთობის თავები ვართ, ჩვენ პასუხისმგებლობას წარმოადგენს ყველაზე მდაბალ მსახურად ყოფნა. ამის კეთებით თავს უძღვნით ცოლებს. დაემორჩილეთ ერთმანეთს ღვთის მოშიშებით. ეფესელთა მეხუთე თავის 21 მუხლი. გახსოვდეთ პავლეს მითითება ეფესელთა მეხუთე თავის მე-18 მუხლში: აღივსეთ სულიწმინდით. მას მოსდევს აღწერა თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ სულიწმინდით აივსოს. ესენია სულიერი საგალობლების მღერა და მადლიერება. შემდეგ 21 მუხლში იგი გვეუბნება: დაემორჩილეთ ერთმანეთს. ზოგადად მიღებულია, რომ პავლე აქ იწყებს ქორწინების საკითხის განხილვას. ტიმოთი და ქეითი ქელერები ქორწინების მნიშვნელობას ასე განსაზღვრავენ. ინგლისურში 21 მუხლი როგორც წესი ცალკე წინადადებად მიიჩნევა, მაგრამ მასში მკითხველისაგან დაფარულია მნიშვნელოვანი მომენტი, რისი აღნიშვნაც პავლეს სურს. ბერძნულ დედანში მუხლი 21 გრძელი წინადადების ქვეწყობილ წინადადებად გვევლინება, სადაც პავლე სულიწმინდით ავსებული ადამიანის რამოდენიმე ნიშანს წარმოგვიდგენს. ამრიგად კელერები ამბობენ, სულიწმინდით ავსების ბოლო ნიშანი ამ უკანასკნელ წინადადებაშია. ეს გახლავთ სიამაყის და სიჯიუტის დაკარგვა, რომელსაც პიროვნება სხვების მსახურების თავმდაბლობისაკენ მიჰყავს. ქორწინების კუთხით ეს ნიშნავს, რომ მეუღლე, რომელიც სულიწმინდით გაძლიერებული ცხოვრობს, ცნობილია მეუღლისადმი მორჩილებით. ბევრი ადამიანი მორჩილების ფუნქციას გამორჩეულად ცოლებს აკისრებს, მაგრამ პავლე ნათლად მიუთითებს, რომ ორივე მეუღლე ერთმანეთს უნდა დაემორჩილოს. ამ მუხლში გამოყენებულია იგივე ბერძნული სიტყვა მორჩილება, რომელიც მოგვიანებით პავლეს მითითებაში გვხვდება. ცოლები ქმრებს უნდა დაემორჩილონ. ეს სიტყვა დაქვემდებარებას ნიშნავს. როცა ლაპარაკია სახლში ძალაუფლების სტრუქტურაზე, დიახ, ცოლები თავიანთ ქმრებს უნდა დაემორჩილონ როგორც თავს, თუმცა მამაკაცებს სხვა სახის მორჩილება მოეთხოვებათ ცოლების მიმართ. პავლე წერს, რომ ქრისტეს უნდა დავემორჩილოთ მოშიშების გამო. სიტყვა მოშიშება აქ ბერძნული სიტყვის ფობოს თარგმანია და წერწოლით მოკრძალებას ნიშნავს. შესაბამისად, სიტყვა მოშიშება თავდაპირველ მანუსკრიპტში ნაგულისხმევ მნიშვნელობას არ შეესაბამება. უმჯობესი იქნებოდა ერთმანეთს დაემორჩილეთ ქრისტეს მიმართ მოკრძალებიდან გამომდინარე. ერთ დღეს მე ლიზას მიმართ თავაზიანი ვერ ვიყავი. ხოდა ღმერთი დამელაპარაკა და ასე მითხრა: ლიზა უპირველეს ყოვლისა ჩემი ასულია და მხოლოდ ამის მერია შენი ცოლი. ამან ჩემს გულში უფლის შიში მოიტანა. ქმრებო, ღმერთი ყოველთვის აქ არის. მან იცის რა ეუბნებით და როგორ ექცევით მის ასულს. თქვენი სიტყვების მიღმა ხედავს და თქვენი გულის რახვებიც უწყის. პატივს მიაგებთ თუ არა მას იმით, როგორც ეპყრობით თქვენს პატარძალს.
თუ თქვენს პატარძალს უპატიო ყოფთ, ამით მის ზეციერ მამას შეურაცხყოფთ. იზრუნეთ მასზე მოკრძალებითა და თრთოლვით. პავლე განმარტებას განაგრძობს, რომ ქმარი ცოლს ემორჩილება მისი სიცოცხლის მიძღვნით. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ქმარი ცოლს ემორჩილება მისი ინტერესებისადმი დაქვემდებარებით. მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის. ეფესელთა მეხუთე თავის 25 მუხლი. ქრისტეს არასოდეს გამოუყენებია ძალაუფლება პირადი სარგებლობისათვის. იგი ამას ჩვენს გასაძლიერებლად იყენებდა. ანალოგიურად ჩვენ, ქმრები მოწოდებულები ვართ, რომ ძალაუფლება ჩვენი ცოლების სარგებლობისა და გაძლიერებისათვის გამოვიყენოთ. ქრისტემ სიცოცხლე გაწირა თავისი საპატარძლოს განდიდებისა და გაწმენდისათვის. მისი უდიდესი სიხარულია, როგორც ჩვენ ვიტყოდით, ბედნიერი დასასრული, ანუ საპატარძლოს განდიდება. თქვენი როგორც ქმრის როლი მდგომარეობს თქვენი სიცოცხლის ცოლისათვის გახარჯვაში, რადგან საბოლოო ჯამში ეს მისთვის და თქვენს გარშემო მყოფი სხვა ადამიანებისათვის ქრისტეს გაცხადების მიზანს ემსახურება. როცა ცოლს ასე ხელმძღვანელობთ, მისთვის გაცილებით ადვილი იქნება სიხარულის განცდა თქვენი ღვთისაგან მოცემული ძალაუფლების დამორჩილებით. ცოლებო, გაუგეთ და მხარი დაუჭირეთ თქვენს ქმრებს იმგვარად, რომ ქრისტესადმი მხარდაჭერა წარმოაჩინოთ. ქმარი უზრუნველყოფს ცოლის წინამძღოლობას ისე, როგორც ქრისტე მიუძღვის ეკლესიას, არა ბატონობით, არამედ ზრუნვით. როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს მისი წინამძღოლობისას, ცოლებიც ასე უნდა დაემორჩილნონ თავიანთ ქმრებს. ეფესელთა მიმართ წერილის მეხუთე თავის 22-24 მუხლები. გაიხსენეთ, რომ პავლე ქმრებისა და ცოლებისადმი მითითებებს იწყებს ფრაზით დაემორჩილეთ ერთმანეთს ღვთის მოშიშებით. ეფესელთა მეხუთე თავის 21 მუხლი. მომდევნო მუხლში იგი განაგრძობს: ცოლებო დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს როგორც უფალს, ეს არის 22 მუხლი. ბევრი ამ ცნებას ქალებისათვის საზარალოდ მიიჩნევს, მაგრამ ეს ასე არ არის. ქორწინება გაბატონებისათვის არ ხდება, ამიტომ ცოლი ქმართან ერთად იზიარებს ძალაუფლებას, როგორც მისი თანასწორი პარტნიორი. ეს სრულიად არ ეწინააღმდეგება ქმრის თავობას, რადგან ცოლ-ქმარს ძალაუფლებისა და გავლენის გამორჩეული სფეროები აქვთ ქორწინების ფარგლებში და მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებზე. ბატონობა ამბობს: ჩემს ავტორიტეტსა და გავლენას შენ სასარგებლოდ გამოვიყენებ და შენც ჩემს სასარგებლოდ გამოიყენებს შენს ძალაუფლებასა და ზეგავლენას. ცოლის მხარდაჭერა ქმრის მიმართ მისი მსახურების აქტია. ცოლო, თქვენ მოგენდოთ ქმრის გული. მისი გულის დაცვა ჭეშმარიტების ლაპარაკით, სიყვარულით და პატივისცემით შესაძლოა თქვენი უდიდესი მსახურება აღმოჩნდეს. ისწავლეთ მისი მომსახურება იმით, რომ დაეხმარებით მისი შინაგანის გამომჟღავნებაში. დასკვნებზე გადასვლის ნაცვლად დაეხმარეთ მას, რომ გაიზარდოს ხედვასა და მიზანში მისი ცხოვრების კომუნიკაციით გამდიდრების მეშვეობით. ქალები უფრო სუსტები არიან ფიზიკური ამტანობის მხრივ, ხოლო მამაკაცების გულები საფრთხეში ხშირად აღმოჩნდება ხოლმე. ქალები თავისი ქმრების გულების დაცვაზე არიან პასუხისმგებელნი, ისევე როგორც კაცები უნდა იყვნენ ცოლების ნებისმიერი ფიზიკური სისუსტის დამცველები და უზრუნველმყოფელები. არსებობს განა გულის დაცვაზე უფრო კეთილშობილური დავალება? როცა ქმარი იღებს მსახურების ინიციატივას და თავის სიცოცხლებს დებს ცოლისათვის, იგი მას როგორც ერთობის თავს პატივისცემით პასუხობს. ეს გახლავთ მისი წილი ქვეყნიერებისათვის ქრისტეს სიყვარულის გამომჟღავნებაში. ცოლის პატივისცემა და სიყვარული ქმრისადმი აჩვენებს, რას ნიშნავს იესოს მიყოლა. ღმერთს არ უთქვამს ქალებისათვის, რომ მათი მეორეხარისხოვანი როლის გამო უნდა დაემორჩილონ ქმრებს. იგი მათ მოუწოდებს, რომ აჩვენონ როგორი უნდა იყოს ეკლესია. ქორწინებაში იმის წარმოჩენის შანსი გვაქვს, თუ რას ნიშნავს იყო კეთილი, ერთგულე, მოსიყვარულე და სულგრძელი უფლისა და მხსნელის მიერ გაზღოლილი. რაოდენ სამწუხარო იქნება, თუ მტერს ამ ყველაფრის დამახინჯების საშუალებას მივცემთ და ქალის ფუნქციას დავამცირებთ, ან სანანებელს გავხდით. ღმერთმა ქალისათვის ამ როლის მინიჭებით მის ასულებს იმის ჩვენებას თხოვა, რომ იგი ნდობის ღირსია. ღმერთმა იცის, რომ ქალები ძლიერები და უნარიანები არიან. ისტორიიდან ცნობილია, რომ ღმერთი ქალებს ირჩევდა გაძღოლის, მსაჯულების, წინასწარმეტყველების, შუამდგომლობისა და მისი ძის მუცლადღებისა და გაზრდისთვისაც კი. ღმერთს სულაც არ უნდოდა იმის თქმა, რომ ქალები სუსტები ან უღირსნი არიან, როცა მათ ქმრების თაობის პატივისცემისაკენ მოუწოდა. ამის ნაცვლად იგი ამბობს: მე ვიცი, რომ უნარიანი და ძლიერი ხარ, რადგან ჩემი ასული ხარ, თუმცა ქორწინების მარადიული სახის საჩვენებლად ვინმე მჭირდებოდა, რომელიც ჩემი მორჩილების სიკეთეს წარმოაჩენდა. შენინებით იკისრებ მხარდაჭერისა და მორჩილების ფუნქციას სხვების საჩვენებლად, რომ მე თაყვანისცემის ღირსი ვარ? ღმერთისაგან განსხვავებით ქმრები სრულყოფილები არ არიან. ისინი ყოველთვის არ იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს და ყოველთვის არ ემსახურებიან ცოლებს ისე, როგორც უნდა აკეთებდნენ. ეს იმედგაცრუების დიდი მიზეზია იმ ქალებისათვის, რომლებსაც საკუთარი ქმრების პატივისცემისა და მხარდაჭერის სურვილი აქვთ. დროთა განმავლობაში მათ უჩნდებათ სადავეების საკუთარ ხელში აღების სურვილი და მაინც ქმრების წინამძღოლობის პოზიციისადმი წინააღმდეგობა, რომელსაც თავისუფლების წყაროს სახი აქვს, რეალურად ქალისათვის მრავალი გულისტკენა მოაქვს. როცა ჩვენი პირველი შვილი ჯერ კიდევ ჩვილი იყო, მე მთელი დღე ძალიან მკაცრი გრაფიკით მუშაობდი, რომელიც ზოგჯერ უქმე დღეებსაც მოიცავდა.
სამუშაოზე პროფესიული და პირადი გამოწვევებიც მხვდებოდა და თან ცდილობდი საუკეთესო დედა და ცოლი ყოფილიყავი. იმ პერიოდისთვის ჯონი გარდამავალ სტადიაში იმყოფებოდა. მომქანცველი სამუშაო მთრქუნავდა და თან ჩემი პატარა მუდმივად მენატრებოდა. ამ დროს ჯონი არასრული დროით მუშაობდა, ლოცულობდა, მარხულობდა, მეგობრებს ესაუბრებოდა და გოლფს თამაშობდა. უზარმაზარ დაწოლას გვგრძნობდი და ყველაფერში ჯონს ვადანაშაულებდი. გვგრძნობდი, რომ საქმეების გაწყოლა მიჭირდა და თანდათან სუსტდებოდი. მინდოდა ჯონი გვერდში დამდგომოდა, მაგრამ ასე არ იქცეოდა. როცა ჩემს ქმარს ეს შიშნარევი მღელვარება გაუზიარი, ასე მითხრა: ლიზა, ამაზე არ იღალბო და ყველაფერი ღმერთს დაუმორჩილე. არასოდეს გავიფიქრე მე, თუ ყველაფერზე მე არ ვიზრუნე, თავისთავად არაფერი გამოვა. დაძაბულობა სამუშაოს ზედამხედველებით მათგა თავზე და გაუსაძლისი დაწოლა სულს მიხუთავდა. ერთ საღამოს შხაპს ვიღებდი და ღმერთ შევჩივლე ჩემი მძიმე ტვირთის შესახებ. ჯონისთვის არაფრის მინდობა არ შემიძლია, ვამტკიცებდი მე. ნაგვის გატანაც კი მე უნდა შევახსენო. როგორ შეიძლება ვანდო რამე უფრო მნიშვნელოვანი? აზრებში ვიბრძოდი, ვამართლებდი ჩემს მოსაზრებას, თუ რატომ არ შემეძლო ყველაფრის მიშვება. ლიზა, შენი აზრით ჯონი კარგი წინამძღოლია? თავაზიანად მკითხა უფალმა. არა, არ არის, განვაცხადე მე. მას არ ვენდობი. ლიზა, საჭირო არ არის, რომ ჯონს ენდო. მიპასუხა მან. შენ მხოლოდ მე უნდა მენდო. შენ ფიქრობ, რომ ჯონი კარგად ვერ ასრულებს ოჯახის თავის ფუნქციას. გონია, რომ მასზე უკეთ ახერხებ ამას. დაძაბულობა და მოუსვენრობა, რაც ახლა გაწუხებს, სახლეულის მეთაურის ტვირთი და დაწოლა გახლავს. შენთვის ეს უღელია, მაგრამ ჯონისთვის ძალაუფლების პოზიციაა. დადე იგი, ლიზა. მაშინვე გავაცნობიერე ჩემი ტვირთის წყარო. ჩვენი სახლის მეთაურობა, რომლის სტარება მსურდა და მთრგუნველი იყო ჩემთვის, რადგან ჩემს მოვალეობას არ წარმოადგენდა. იგი სრულად არ იქნებოდა მძიმე ჩემი ქმრისთვის, რადგან ღმერთმა ოჯახის თავად სცხო. მივხვდი, რომ ძალღონეს არ ვიშურებდი და ვიბრძოდი სახლის მეთაურობისთვის. ქმარი დავამხე იმის ნაცვლად, რომ ამეშენებინა და მისი მერწმუნა. მან თავის მხრივ ძალაუფლების პოზიცია მე დამითმო, რისგანაც დიდი არეულობა შევქმენი. განადგურებულმა გამორთე შხაპი და პირსახოს სწავლე ხელი. მყისვე გავეშურე ჩვენი საწოლი ოთახისკენ ჯონის საპოვნელად. ტიროდი და პატიებას ვთხოვდი. ძალიან მწუხვარ, ყველაფერში გეწინააღმდეგებოდი, უთხარი მე. შენი ნდობა არ მქონდა. თუ გინდა ხვალვე წამოვალ სამსახურიდან, მინდა ისე ვერთნი ვიყოთ. არ მინდა რომ სამუშაო შეწყვიტო, მიპასუხა ჯონმა. არა მგონია ეს იყოს პრობლემა, უბრალოდ უნდა შეწყვიტო იმის ფიქრი, რომ შენ ხარ წყარო. იგი მართალი იყო. მე არ ვიყავი ჩვენი ოჯახის წყარო, ღმერთი იყო. თვალთახედვის არედან ამ ჭეშმარიტების დაკარგვა გახდათ სწორედ სტრესისა და მხარდაჭერის უქონლობის მიზეზი. კიდევ ვილაპარაკეთ და ჯონს შევპირდი. შენს უკან ვიდგები და მხარს დაგიჭერ, შენი მჯერა. იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ ვიყავი გარკვეული, რას ვუჭერდი მხარს, ან რის მჯეროდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჯონს ეს მხარდაჭერა უფრო სჭირდებოდა ვიდრე მე. რა და რატომ დეტალების ცოდნა. აღმოვაჩინე, რომ სახლში საშინელი უწესრიგობას უფევდა. მინდოდა ღმერთს დაემყარებინა წესრიგი ჩემს მიერ წარმოქმნილ ქაოსში. ჯონი თავის მხრივ პატიებას ითხოვდა, რომ წინამძღოლობას თავიანება და ჩემგანაც თავშორს იჭერდა. იმ ღამეს წლების მანძილზე პირველად დავიძინე მოსვენებით. ჩემი ტვირთის უღელი მომშორდა. როცა იმის ტარებას ვცდილობდი, რაც ღმერთს ჩვენთვის არასოდეს დაუკისრებია, ძალიან მძიმე ბორკილებს ვიდებთ. მეორე მხრივ, რისთვისაც ღმერთმა გვსხო, მანტიასავით გვერგება მხრებზე ძალაუფლებისა და ძალის ნიშნად, რაც თავისთავად გულისხმობს დაცვასა და უზრუნველყოფას. სახლის წინამძღოლობის აღებით უღელი დავიმძიმე, ხოლო ჯონი განვაიარაღე. ეს არეულობა იყო. როცა ღვთისგან დადგენილი წესრიგს დავემორჩილე, ჩემი უღელი გატყდა და ჯონმა ისევ მოისხა წინამძღოლობის მანტია. ამით მეც შევიმოსე, რადგან მოსასხამი საკმაოდ ფართოა იმისთვის, რომ დაგგვფაროს და დაგვიცვას, მეც და ყველა ის პიროვნება, რომელიც ჯონის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება. ბიბლია ბევრს ლაპარაკობს მამაკაცებისა და ქალების ფუნქციებზე ქორწინებაში, მაგრამ ბევრი რამ არის ისეთი, რაზეც იგი დუმს. ზუსტად ასე უფალმა უთხრა ადამსა და ევას, რომ გამრავლებულიყვნენ და აივსოთ დედამიწა კონკრეტული დეტალების გაცნობის გარეშე. ღმერთი ჩვენს ქორწინებას საზღვრებს უწესებს, მაგრამ არ გვავიწროვებს. მან შემოგთავაზა მონახაზი და მაგალითი მოგცა თუ როგორ უნდა გვემსახურა. იგი მის ყოველ ნაწილს არ აკონტროლებს. ეს შეიძლება ამსგავსოთ მიწის უზარმაზარ ნაკვეთს, რომლის ლანდშაფტს თქვენ უცვლით სახეს, აშენებთ და ხარობთ როგორც გინდათ. ზოგიერთებს აუზის გაკეთება სურთ, სხვებს კალათბურთის მოედნის მოწყობა, ხოლო დანარჩენებს ორივე, ან არც ერთი. ანალოგიურად ქორწინება თქვენი სახლი და მინდორია, რომელსაც აშენებთ და რომლითაც ხარობთ. თუ ცოლი უკეთ ახერხებს ლანდშაფტის მოწყობას, დაეაკეთოს ეს საქმე. თუ ქმარს მებაღეობა აშენებს, დაეგააშენოს ბაღი. ორივე გაიხარებს მეორის მსახურების ნაყოფით. არავის აქვს იმის თქმის უფლება, რომ ქმარმა აუცილებლად ლანდშაფტზე უნდა იზრუნოს, ხოლო ცოლის მოვალეობა მხოლოდ მებაღეობაა.
ის აკეთეთ, რაც უკეთ გამოგდით და ყოველთვის იქონიეთ მხედველობაში მსახურების მონახაზი. დეტალები თქვენზე, თქვენს მეუღლესა და ღვთის სულიწმინდის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. დაპირისპირებების მთავარი მიზეზი ქორწინებაში ერთმანეთის მომსახურების ირგვლივ მაშინ წარმოიშობა, როცა ჩვენი მეუღლეებისაგან იგივეს ველოდებით, რასაც თავად ვაკეთებთ და ასე ყოველთვის არ ხდება. სიცილი გამოიწვია ჯონის განცხადებამ, რომ იგი მსახური იყო. ჯონი ცნობილია სამზარეულოდან გაქრობით, როგორც კი სადილი დასრულდება. იგი მარტო გვტოვებს მე და ჩემს ვაჟებს, რომ ყველაფერი მივალაგოთ და ჭურჭელი გავრეცხოთ. მაშინ სულაც არ მიგვაჩნდა, რომ ჯონი გვემსახურებოდა. ვერ ვაცნობიერებდით, რომ ჯონი სხვა უნარით გვემსახურებოდა. სანამ ჩვენ სუფრას ვალაგებდით, იგი ფინანსებს აღრიცხავდა, ფოსტას ათვალიერებდა და გადასახადებს სიხდიდა. იგი ჩვენ გვიტოვებდა საქმებს, რომელსაც უიმისოდაც მოუვლიდით და აკეთებდა იმას, რაც ოჯახის ყველა დანარჩენ წევრზე უკეთ გამოსდიოდა და რის საჭიროებაც ნამდვილად არსებობდა. ამ მაგალითს მნიშვნელოვან მომენტამდე მიყავართ. ეს გახლავთ პასუხისმგებლობათა გადანაწილება. Ქვენს ოჯახში მომსახურების კულტურის დანერგვას ძალიან გაგიადვილებთ თითოეული წევრის პასუხისმგებლობის განსაზღვრა. წინასწარ შეთანხმებული მოვალეობის ცოდნა ორგვარად დაგეხმარებათ. თქვენი წილი მოვალეობის შესრულება მეუღლეს თავისუფალ დროს და გულში სიმშვიდეს მოუტანს. როცა იცით, რაზეა პასუხისმგებელი თქვენი მეუღლე, ისიც იცით, რა სფეროებში უნდა ეძებოთ შესაძლებლობები, რომ აღმატებული მსახურება გასწიოთ. შესაძლოა შენიშნეთ, რომ ეფესელთა მეხუთე თავის არც ერთი მუხლი არ გამოკვეთს რაიმე სტერეოტიპს მამაკაცისა და ქალის ინტერესის საგნებსა და უნარებზე. ნუ იგრძნობთ ზეწოლას იმაზე, რომ თქვენი მოვალეობები იქამდე დაიყვანოთ, რაც ტრადიციული ან ნორმალურია. ზოგიერთ ქმარს ძალიან უყვარს სამზარეულოში ტრიალი, ზოგიერთ ცოლს მანქანის მოვლა ახარებს. შესაძლოა ბავშვების დავალების შემოწმება გსიამოვნებთ, როცა სხვები მათ ფეხბურთის თამაშში ავარჯიშებენ. ვინც ფინანსებში ერკვევა, მან ოჯახის ბიუჯეტი უნდა მართოს. ასეთმა მეუღლემ უნდა იმსახუროს როგორც მეუღლისათვის სახარჯო ფულის უზრუნველყოფით, ისე თანხების სწორად განაწილებით, რომ ოჯახს რაიმე სახის დავალიანება არ ჰქონდეს. ასევე შეიძლება იმსახუროთ თქვენი სხეულის მოვლით, გარეგნობისათვის ყურადღების მიქცევით და არ ითვალისწინებდეთ თქვენი მეგობრების ისეთ რჩევებს, რომლებიც თქვენი მეუღლის ინტერესებს უპირისპირდება. შეიძლება იმსახუროთ სიტყვებით და ჟესტებით, ისევე როგორც მოქმედებებით. ქორწინების ფარგლებში დიდი სივრცე არსებობს და მსახურების მრავალ შესაძლებლობას იპოვით. რა კი ეს იცით, ნეტარნი ხართ თუ ამას აღასრულებთ. იოანეს სახარების მე-13 თავის მე-17 მუხლი. მართალია მსახურება აკურთხებს მას, ვისაც ემსახურებით, მაგრამ უდიდესი კურთხევა თავად მსახურზე მოდის. თქვენი ქორწინება გემბანის გაწმენდის და ხედვის დასახვის შემდეგ მზად არის, რომ ქვეყნიერებას ღვთის სიყვარული უმშვენიერეს სურათად წარმოუდგინოთ. მისი შენებისათვის საუკეთესო მიდგომა იქნება მომსახურების ყოველი შანსის გამოყენება. ააშენეთ ერთმანეთი და იხილეთ ღვთის კურთხევების დინება. როცა ერთმანეთის აშენება შეუდექით, ღმერთმა ჩვენ აგვაშენა. მან გააფართოვა ჩვენი სამყაროს საზღვრები და ჩვენს ირგვლივ მყოფი მრავალი ადამიანისათვის მისი სიყვარულისა და მადლის გაზიარების საშუალება მოგცა. როცა ერთმანეთს აშენებთ მომსახურების მეშვეობით, ღმერთის შესაძლებლობების ღია კარს გიხსნით, რომ თქვენი გავლენის სფეროში მყოფებს მოემსახუროთ. მისი ბრწყინვალე გეგმა თქვენი ქორწინების ისეთ შედევრად გადაქცევას გულისხმობს, რომ ყველაზე დამცინავი ურწმუნოებიც კი გაოცდებიან. მომსახურება გახლავთ როგორც მოქმედება, ისე დამოკიდებულება. ყოველთვის, როდესაც მეუღლის მომსახურების შესაძლებლობა მოგეცემათ, 3-დან 1 რეაქცია გექნებათ. უარის თქმა და ეგოიზმის არჩევა, მოვალეობის გრძნობით და გაღიზიანებით მომსახურება, ან თქვენი ცხოვრების სიხარულით გაღება, რადგან მისი მხარდაჭერა სიამოვნებას განიჭებთ. თქვენშიაც იმ საფიქრალზე იფიქრეთ, რაც ქრისტე იესოშია, რომელიც ღვთის ხატება იყო, წარმოიცარიელა თავი და მონის ხატება მიიღო. ფილიპელთა მეორე თავის მე-5-დან მე-7 მუხლის ჩათვლით. როცა ვინმეზე ქორწინდები, არსებითად ხელს აწერ, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ამ ადამიანს მოემსახურები. თქვენს მიერ ნათქვამი თანახმავარ, იგივეა, რაც ჩემს ცხოვრებას შენთვის საუკეთესოს გაღებისათვის ვდებ. ვირჩევ ვიხარო შენთვის სიცოცხლის დადებით. შენი ოცნებები, სურვილები და მიზნები ახლა ჩემი დაინტერესების საგანია. მინდა ვისწავლო ღვთიური სიყვარულის გამოვლენა შენს მიმართ. თუ ქორწინებას მსახურის თავმდაბლობით მიუდგებით, ღვთიურ ერთობას გამოცდით. ეს ყოველთვის ადვილი არ იქნება, მაგრამ ღვთისათვის საუკეთესოსათვის ბრძოლა და უანგარო ცხოვრების არჩევა თქვენ სახლს სიყვარულით, სიხარულით, მშვიდობით და სისრულით აავსებს და თქვენ მსოფლიოს ღვთიური სიყვარულის სურათს უჩვენებთ.